საღამო მშვიდობისა მაესტროს ეთერშია გადაცემა უცნობი, რომლის სტუმრებით ყველასათვის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. თუმცა ყველაზე ცნობილი პერსონების ბიოგრაფიაშიც კი არსებობს ისეთი დაფარული არასაჯარო დეტალები და ჩვენ შეძლებს დაგვარად დაგეხმარებით მათ აღმოჩენაში, თუმცა მანამდე ჩვენი მაყურებლის სატელეფონო და SMS ვერსიების შესახებ მათი პასუხები ასეთია: გია ყანჩელი, ელდარ შენგელაია, გია ბუღაძე. შეიძლება არც ის რთული, მაგრამ შეიძლება პირიქით ორმაგად რთული ყოფილიყო თქვენთვის იმ ადამიანის ვინაობის ამოცნობა, ვინც დღეს ჩვენი სტუმარია. ადამიანისა, რომელსაც ერთდროულად ადარებენ ლომს, არწივს და ფუტკარს, რომელსაც ვერანაირ ნაკლს ვერ უძებნიან თავისი ახლობლები და მეგობრები. მისი საქმიანი პორტრეტის შექმნისას ახსენებენ პოლიტიკას და ასევე მუსიკას, პოეზიას და ასე შემდეგ, მოკლედ განგებ შენიღბული პორტრეტი ძალიან უცნაური და რაც თავალია მრავალფეროვანი გამოვიდა და ეს მართლაც ასეა, იმიტომ რომ ამ პორტრეტის მიღმა იმალება ძალიან უნიკალური ადამიანი ბატონი გელა ჩარკვიანი. საღამო მშვიდობისა ბატონ გელა და ძალიან დიდი მადლობა რომ დათანხმდით ყოფილიყავით უცნობის ნაცნობის სტუმარი. მადლობს რომ მობიწვიეთ. თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე ბატონ გელა ძალიან ბევრჯერ ყოფილხართ ოფიციალური თუ არაოფიციალური მიღებების სტუმარი. როდის რომელ ქვეყანაში ან ვისთან ვიზიტის დროს გიგრძნიათ თავი ყველაზე უცნაურად ან შეიძლება უხერხულად სტუმრის ამპლუაში? უხერხულად? ეს ძალიან საქმეა, მაგრამ მე მგონი ყველაზე უფრო უხერხულად ვიგრძენი თავი. ეხლა ალბათ ამ წუთას ამას არ უნდა ვამბობდე, იმიტომ რომ ეს ადამიანი თითქმის ცოცხალყურია იასირ არაფატის ბანკეტზე. მაგრამ იმიტომ კი არა, იასირ არაფატი აქ აბსოლუტურად არაფერს. რამ ჩამოაგდო ეს უხერხულობა? ეს უხერხულობა შეიქმნა, იმიტომ რომ ეს იყო სიტუაცია, როდესაც უკვე ელცინი აღარ იყო პრეზიდენტი. მაგრამ სულ ახალი წასული იყო თანამდებობიდან, იქ ჩამოვიდა მაინც. თუ გახსოვთ, ეს იყო 2000 წელი, სწორედ. ქრისტეს დაბადებიდან. და ამიტომ ყველა ესეთი მართლმადიდებელი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ იქ. და მოხდა ისე რომ იასირ არაფატმა დაპატიჟა და ბანკეტზე. და შეიქმნა ერთგვარი. იცით, ცოტა უცნაური სიტუაცია, ელცინი იყო უცნაურ მდგომარეობაში, იცით? მაინც ადამიანი, რომელიც იგი ამდენ ხანს იყო პრეზიდენტი და ეხლა აღარ არის, ის განაგრძობდა ინერციით მაინც პრეზიდენტობას და მე უცბად არ ვიცი რა მოხდა, ის წამოხდა, იცით? და გავიდა, წავიდა. და მას გაეკიდნენ მისი ქალიშვილი ტატიანა დიაჩენკო და ჩუბაისის მეუღლე მახსოვს, ეს ძალიან კარგად ჩასმული კალვი იყო. ხო, გაეკიდა, მაგრამ აი რაღაცა ესეთი ხორხულობა ჩამოვარდა მთელი ამ და თან რა არის, იცით, ეს ხო ისეთი ბანკეტია, სადაც არ სვამენ, რა არის, მაჰმადიანური ბანკეტია. ეგეთი ბანკეტები ნუ ირანთანაც ყოფილა ხოლმე. ეხლა არავის, ამიტომ სტრესები მოხსნილი არ არის. ხო და ასეთ ბანკეტებზე უფრო ხდება ხოლმე ხორხულობა. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ასეთ ისტორიებს ვერსად ვერ მოისმენთ გადაცემა უცნობის გარდა, ამიტომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 91 0063 და შეკითხვები დაუსვათ ბატონ გელას. ბატონ გელა, ვინ იყო ის უცხოელი პირველად, ვინც შეხვდათ, შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ სრულყოფილად გესწავლათ ინგლისური ენა? იყო ასეთი უცხოელი, იყო ასეთი ამერიკელი, რომელიც შეხვდა ქუჩაში, მე ვიყავი მაშინ არქიტექტურის განყოფილების სამშენებლო ფაკულტეტის GPA-ის არქიტექტურის განყოფილების სტუდენტი. მე და ალექსანდრე ჯაფარიძე მოვდიოდით ერთად. ალექსანდრე ჯაფარიძე სამწუხაროდ ალექ ჯაფარიძე უკვე ცოცხალი არ არის. მოვდიოდით ერთად და აი დაახლოებით იქ სადაც პირველი სკოლა არის. მე ვსწავლობდი შესაძაც. აი იქ შეხვდა კაცი. ნახე, ამერიკელები მაშინ ისეთ ჯერ კიდევ ძველი ამერიკელები იყვნენ. ეხლანდელ ამერიკელებს არ გავყენე, ესე იგი კონდათ ასეთი თმა, რომელსაც ამერიკელები ეძახიან კრუკატ, მაგრამ ჩვენ ვეძახდით მაშინ იოჯიქს. ხო, არც ვიცი როგორ იკეთებდნენ ასეთ თმას. ნუ ეს იყო დაახლოებით 50 წლის კაცი. ხო და ნუ სულიად აშკარად უცხოელი იყო და ხო ჩვენ უკვე იცით რომ რეჟიმი უკვე ცოტათი ისეთ შერბილებული იყო და ხო შეიძლება უცხოელთან დალაპარაკება. ყოველ შემთხვევაში ამისთვის ციხეში არ დაგიჭერთ. უკვე აღარ ეს მე ვამბობ ეს დაახლოებით 19 წელიანი ის. ხო და ჩვენ გავშევით ამას და თვითონ ძალიან გაიხარ, თვითონაც ვიყურებდა, იცით, დაინახავ რაღაც ორი ახალგაზრდა და დაუწყეთ ლაპარაკი, ხო ძალიან ისეთი სუსტი ინგლისურით რასაკუთრებით, რომ არც მე არც ალექსანდრე უკვე აღარ მახსოვდა კარგად მე ბავშვობაში სწავლობდი და კარგი მასწავლებლები ვსყავდა, მაგრამ ნუ უკვე ისე იყო. და გავიარეთ რაღაც ერთად და მე ალიკამ უთხრა რომ მოდითო ჩემთან აგარაკზე წავიდეთო და წავედით მასთან აგარაკზე წყნეთში.
მოკლედ ეს ისტორია საკმაოდ დღეს გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში. მე ამ კაცმა ვითარ მოიყვანეთ რამდენი ძიგიდა თქვენი მეგობარი და მე პატიჟებ რესტორანს. ოღონდ თქვენ წამიყვანეთ თქვით სადაა ეს რესტორანი და ეს რესტორანი მე მგონი ახლა არსებობს თკვარზე ესეთი ნატკურო ერქვა მაშინ. თევზი იყო ძალიან კარგი და ამ კაცმა წაგვიყვანა ერთი ვიყავით ერთი 15 თუ 20 კაცი სტუდენტები შევკრიბეთ ყველა და წაგვიყვანა და ნუ ახლა ფული ქონდა იმ კაცს და აი მაშინ გამიჩნდა ძალიან დიდი სურვილი რომ ინდუსტრია კარგად იტო ჩვენ უკვე სადღეგრძელოებს მიუხედავად ბარიერი იმისა რომ ბარიერი არ ყავს სადღეგრძელოებს ვამბობ ცუდად ნუ ეგ სადღეგრძელოში ხო იცით ბევრი რამის თქმა გინდა და ხო განსაკუთრებით ეს კავშირებითი წინადადებები ძნელია მithom ეს როცა არიცენა არა და აი ყოველთვის ასე ყოფილიყავით ვერ იტყვი მაინც და მაინც კარგად მივიცოდოთ თუ არიცი როგორ უნდა თქვა ხო და აი ეს იყო გადაწყდა რომ დაუფლებოდით ენ ბერდი იყო გვარად ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში თუმცა იმის შემდეგ ალბათ ის აღარც გინახავთ რა ხნა იმის შემდეგ ალბათ აღარც გინახავთ ბატონი მაგრამ მე ის აღარ მინახავს მაგრამ მე კვალი დატოვა იმიტომ რომ მომანდობა ყოველ შემთხვევაში რომ მწოდნოდა ინგლისური ძალიან კარგი დავიწყე იმავე ზაფხულს დავიწყე უკვე ძალიან სერიოზულად მეცადი დღეს ვსწავლობდი 100 სიტყვას ბატონგელა როგორც ვიცით 15 წლის ასაკში ჩამოაყალიბეთ მუსიკალური ჯგუფი და ყველასგან მალულად უკრავდით აკრძალულ მუსიკას ჯაზს ის თათაკრძალული უკვე არ იყო იმ დროისათვის მაგრამ როგორ იყო იცით კი ეს მოსკოვში ხდებოდა და სხვა აკორდეონის კი მყავდა და ის უკრავდა ვინმე პუშკინია აკორდეონზე გვარის გამო ამიყვანა იმიტომ რაღაც მსროლო იყო ჩემთვის თუმცა პუშკინები არიან ეს რუსეთში და აკრძალული არ იყო მაგრამ იცით თუ ესე ვიტყოდი რომ ყოველთვის ამ წახალისება მუსიკის არ ხდებოდა თუ უკრავდი ნუ თავისთავად იყავი უკვე ესეთი ელემენტი როგორ გითხრათ რომ თლათ მისაღები აღარ იყავ არა საინტერესო არ ცუდი იყავი არა საინტერესო შეიძლება იყავი პირიქით საზოგადოებისათვის მაგრამ შენ არ იყავი როგორ თქო ლოიალური არ იყავ თუმცა კომკავშირშიც ალბათ ამის გამო არ მიგიღეს ისიც იქ არ მიმიღეს მე კომკავშირში მიმიღეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უკვე გვიან სტუდენტი როცა ვიყავი მაგრამ იქ სკოლაში ჩემთან მოსკოვში არ მიმიღეს მართალი ამის გამო და პლუს კიდე იყო რაღაც ნახატი იყო ჩემი რაღაც ჯორჯონესის მძინარე ვენერა დავხატე და ეს როგორც იცით არც თუ მაინც და მაინც ჩაცმულია და ამიტომ ბატონგელა რა მიქონიათ თქვენს ბავშვობაზე ყველაზე დიდი გავლენა რა არის თქვენი პატარაობის ყველაზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება სულ პატარაობის ბავშვობის წლები იცით რა არის უნდა გითხრათ რომ მე მახსოვს ჩემი თავი 2 წლიდან რაც ძალიან იშვიათია მაგრამ 2 წლიდან იმიტომ მახსოვს რომ სწორედ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირველმა ნემსმა აჰა და ის ნემსი მახსოვს ყველაზე უფრო და მახსოვს რომ ამბობდნენ სიტყვას და რუსულად ამბობდნენ ამ სიტყვას კორ ამბობდნენ და სხვათა შორის მე დედაშემს რომ უთხარი აუწერე ის ოთახისა და ის ოთახი მე აღარ იყო და ესე იგი სულიად აშკარა რომ მე 2 წლის რო ვიყავი ის გახსოვთ კარგი ის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც ნემსი იყო დღემდე ხომ არ გეშინიათ ექიმების და ნემსის მეშინია 2 წლის მეშინია ჯერ სამშენებლო ფაკულტეტი, შემდეგ არქიტექტურა, შემდეგ უცხოენები. რატომ იცვლიდით გადაწყვეტილებას ასე ხშირად პროფესიასთან დაკავშირებით? დიდი ენთუზიაზმით ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არ იყო ასე. აქ ნაწილობრივ მშობლების გავლენა იყო, მამაშემს უნდოდა რომ არქიტექტორი ყოფილიყავი, რადგანაც მე ვხატავდი. ნუ ხატავდი, არა მიშავდა ახლა. მაინდა-მაინც ესეთი დიდი ხატვარები ყავ, მაგრამ ხატავდი ბავშვობიდან ხატავდი, ზეთით საგებავებითაც ხატავდი, ეტუდებს კარგად ხატავდი საკმაოდ ზეთით სწორედ. მაგრამ სურვილი დიდი რომ ყოფილიყავ არქიტექტორი არ მაგრამ ნუ ამიტომ იყო ხო ბოლოს იცით მე უკვე სოლი წავდა ამ დროს მე ადრე ვითხოვე ძალიან ხო და აღარ მინდოდა რაღაცა ისეთი იცით ინგლისურში არ იყო საქმე ენაში არ იყო საქმე ის ენა ჩემთვის გასაღები იყო ხო და მე მინდოდა ისეთი რამ მქონოდა რომელიც მომცემდა საშუალებას რაღაც უფრო ძალიან ზოგადი საკითხებისთვის ფართო ხო მე უცით ამაში შევსულიყავი უფრო და ნუ ენა მომცა ეს ხოლმე მართლაც ბატონგელა ცოლი ახსენეთ და მართალია რომ მას ლექსების მთელი კრებული მიუძღვენით მე ერთი პოემების ციკლი მიუძღვენი კი როდესაც მაგრამ ეს ლექსების ციკლი კი მართალი და ბევრად უფრო ადრე ქორწინებამდე როგორი წარმოგედგინეთ თქვენი მეორე ნახევარი იცით არასდროს არ მიფიქრია მეორე ნახევარზე ეს სპონტანურად მოხდა თქვენ ცხოვრებაში. ნაკლებად ვფიქრობდი ბიჭები. ეს უფრო გოგოების რომანტიკული იდეალის შექმნა არ იდეალების შექმნა და საერთოდ ისინი უფრო ფიქრობენ აი ესეთ რაღაც პრინცზე რომელიც მოვა და წაიყვანს ეს რაღაცა ეს თვითონ კონკიას ზღაპარი და აი ესეთი პრინცის გამოჩენა რა ეს რაღაცა არქეტიპული ქალების ისტორიაა მაინც და ბიჭები ამაზე მე აზრს არ მიფიქრია ამაზე რომ საერთოდ ცოლი მეყოლა
როგორ მოხდა? კაცი ну ხოთ ისეთი შევიხმაროთ ესეთი სიტყვა ებნებ. ასე ხდება. ხო და ну ებნება რას ნიშნავს? იმას უყვარს და სიყვარული უკვე თავისთავად უბიძგებს აი რაღაცა ინსტიტუციონალიზაციისაკენ ამ ურთიერთობებისა და თორე არასდროს არ მიფიქრებ, ცოლზე არასდროს არ მიფიქრებ, ამიტომ არავითარი იდეალები მე არ მქონია. ხო კაცს უფრო მაინც ესეთი სხვა რაღაც მიდგომა აქვს, უფრო სქესობრივია. კაცი ვიდრე იდეალების შემქმნელი. მაგრამ როგორ გაიცანით თქვენი მე? გავიცანი ხოთაშორის ძალიან ის. არა, ნორმალურად მე მგონი ხო გაცნობასაც შეიძლება ან სადღაც კეიფში ან აი როგორც მე მაგალითად მე მოვდიოდი ზემელზე და დავინახე რომ ორი გოგონა მოდის, მაგრამ ერთ-ერთს ვიცნობდი. არა თქვენს მეუღლეს? არა, რასაკვირველია, რასაკვირველი რატო? ნუ არ ვიცნობდი ერთ-ერთს და მას მისი მეგობარი იყო ეს ნანდა ნიკოლაიშვილი. ნუ იმას მივესალმე და მე რაღაცა ხო იცით ინტუიცია როგორია. მე ხელად არ მიმიქცევია ყურადღება ჩემი მეუღლისებს, რო თქვა მართალი, ახლა ხელად იცი არა, მაგრამ რაღაცა ინტუიცია გეუბნება რაღაცას, არა? და მე წავყევი მათ. ეხლა ისინი მიდიოდნენ ქვემოთ, ამ მაშინ ელბაქიძის დაღმართი ერქვა და ხო არ ვიცი რა ქვია. მაგრამ მიდიოდნენ ქვემოთ და მე წავყევი და აი როდესაც მაშინ კი იყო ერთი პროფილში რო დავინახე ჩემი მეუღლე მომავალი არა, აი იქ რაღაცა თითქოს სამჩოჩულა რო დიახეს. არა, ნუ ეს სოლი იქნება ამაზე საფიქრიც არა. მე ჩავედი რაღაც ეს სცენა ბევრჯერ მაგ აღწერილი, მაგრამ ისე სხვადასხვა სიტუაციებში მითხრეს მათ კითხეს თქვენ სხვა წამოხვდით ჩვენო ფილარმონიაში მივიდივართ ეს ლუშიკუნის კონცერტზე. ნუ ხარ რატომაც არ თქვა, მაგრამ მე ვთხარ მე ფული არ მაქვს როგორც ყოველთვის თქვას. ხო და მიხეს. იმათ მეტი ფული ქონდა მაშინ. იმიტომ დედაჩემი მაძლევდა მე ესე იგი ახლანდელი ფულით რო წარმოიდგინოთ, ნუ დაახლოებით 40 თეთრს. ხო დღეში, მაგრამ ნუ მაშინ ტრამვაი მიდიოდა იქეთკენ და უკან. კიდე ყოფნი და სიგარეტს ვეწეოდი მაშინ. სიგარეტზეც ყოფნიდათ და ტრამვაიზე. ყოფნიდათ, პრიმაღი და 14 კაპი. ისე ეჭვიანი მეუღლე ბრძანდებით? ეხლა აღარ. ახალგაზრდობაში. ნაკლებად. არა და ისე რასაკვირველია, თავის დროზე ვიყავი. ალბათ ეჭვიანი არ ახარ მაშინ. მაპატიეთ ეხლა მაშინ არ გიყავს. ეს მარტივია. თქვენი მეუღლე ალბათ ძალიან ამაყობს იმ ფაქტით, რომ თქვენ ქალზე არანაკლებ ერკვევით სამზარეულოს ძალიან ისეთ პიკანტურ დეტალებში. იცით რა არის? არ ვიცი ამაყობს თუ არა, მაგრამ ის პრაქტიკულად კარგია, იმიტომ რომ მე უფრო რჩევებს ვაძლევ მართალია, მე თვითონ ის არ მიყვარს მაინდა-მაინც როგორ გითხრათ, ხელით მუშაობა არ მიყვარს, მაგრამ მოფიქრება და შემოქმედებითი რაღაც მომენტები კი მიყვარს და იმიტომ რომ მიმაჩნია ხელოვნებად და ყველაზე ისეთ სახალხო ხელოვნებად მიმაჩნია. სწორედ ყველას ესმის. რჩევებზე მინდოდა გეკითხათ, მეკითხათ, თქვენი ოჯახის წევრები ხშირად იყენებენ მრჩეველის რჩევებს? მრჩეველის რჩევებს? ნუ მე ხო საერთოდ ისეთი უფრო რჩეველი ადამიანი ვარ, რა ხო ხედავთ ჩემი ბიოგრაფიიდანაც უფრო რჩევდი ხოლმე. რჩევალ მასწავლებელი ვარ. ესე იგი ან მასწავლი ან ურჩევ. და ჩემები, ნუ ახლა ზოგჯერ ყოფილა რომ მოусმენიათ, მაგრამ ისე საერთოდ უნდა გითხრათ. არავინ არავის რჩევას არ უსმენს. არ დაკვირები ხართ? ადამიანი თვითონ წყვეტს მაინც თავის საკითხებს და რჩევას როდის ღებულობს, იცით, როდესაც ის ემთხვევა შენ ასწრს. და თუ არ ემთხვევა შენ ძალს, არავინ დაწყებული ესე იგი პრეზიდენტიდან და დამთავრებული ესე ოჯახის წევრები, ისინი არ გისმენ. ამ თემაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ეთერში რეკლამის დრო. რეკლამა უცნობის ეთერში. ისევ ეთერშია გადაცემა უცნობი და უცნობის როლში ბატონი გელა ჩარკვიანი. ბატონ გელა, რატომ არ გეძახიან შვილები მამას და შვილიშვილები ბაბუას? ეს თქვენს უზომო უშუალობას ეს ჩემი ტრაგედია. ალბათ იცით რა, ხო მაგრამ ისინი ცნობენ. ეხლა მე მაგათაც აზრად არ მომსვლი ესეთი რამ, რომ მამა ჩემისთვის დამეძახა კანდიდატ და ჩემთვის თამარა ახლა ეს და მით უმეტეს ბაბუა ჩემთვის ნესტორი რო დამეძახა. ეს წარმოუდგენელი. ეხლა რასაკვირველი დროს მიდის და მაგრამ დღესაც ხო არის ეხლა ხო ეძახიან დედას და მამას, მე მგონი ეს კატეგორიები არ გამქრალდა ჯერჯერობით. ხო, არ ვიცი. აი ის ირაკლი რო იყო 3 წლის და ამასიათ უსმინე და თქვა რომ მე მაშინ დავწერე პირველი ნაწილი, მართალია. დაჯდა როიალთან და დაიწყო რაღაცის კეთება მართლა და მე უთხარი რომ ეს თქო მე რაღაცა მაგონებს რაღაც მითს თქო, მე მგონი იკაროსის მითია თქო. ხო და რატომ ეძახდა გეტყვი რა? მითხარ მე ამას ახსნას ვერ უძებ. ეხლა მე გასაგებია შვილიშვილები რატო იძახიან, იმიტომ რომ რა შვილები გეძახიან ას. მე ისინიც ესე გიძახიან. არ ვიცი, მაგრამ
მე მგონი მხოლოდ ერთი შვილია, რომელიც ბაბუს გეძახით ეს პატარა ნანა. ის მან არ იცის ჯერ, გელას ვერ ამბობს, ნებიდო, ის გელას რო იტყვის გათავდება ეს ბაბუ. მართალი ხარ თქო. ალბათ მოახერხებენ მის გაფუჭებას. ბაბუ აბუს ამბობს ხო, ამბობს ბაბუს ამბობს, მაგრამ ეს მოახერხებენ ასო პირველი. როგორც კი მას აი ეს თვითონ როგორ იცით ესე აი აქ როცა უკვე დასვამს ამ გელას გათავდება. ადვილად. ბატონ გელას საზოგადოებაში ყოველთვის იყო ასეთი წარმოდგენა, რომ თითქოს თქვენსა და ირაკლის შორის იყო მუდმივი კონფლიქტი. ალბათ იმიტომ, რომ ვერ აკავშირებდნენ გელა ჩარკვიანის სოლიდური იმით და ირაკლის თუ შეიძლება ასე ითქვას ალტერნატიულ ცხოვრებას. ხო, მაგრამ ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ არასწორია ხა ჩემი იმიჯი იმ გაგებით არა ნუ ხა მე ალბათ სოლიდური ადამიანი ვარ ეხლა მაგრამ მე ალტერნატიული აზრები მქონდა ყოველთვის და ვიყავი ასე როგორც ირაკლი ამბობს თქვენზე ჩემზე მეტი ხიპიაო მამა ჩემი ასე ვიყავი მართალია მაგრამ მაშინ უბრალოდ ისეთ რა მაშინ არ იყო ეს მედიაში ხო არაფერი არ იყო ნუ საბჭოთა მედია იყო მოგეხსენებათ აბსოლუტურად სტერილურია რა მე ერთი ორჯერ სამჯერ მოვხდი მხოლოდ იმიტომ გაზეთში ისიც მახსოვს ერთხელ იყო ესეთი გელა ჩარკვიანი მაუდელების მეგობარი. რატო? იმიტომ მაუდკამბოლის იმაში რეკია. ფაბრიკაში მყავდა ორკესტრის სტუდენტი ვიყავ. და მხოლოდ ამიტომ მოვხდი რომ პროლეტარიატთან ესე იგი კავშირი მეთულებოდა რაღაცა. თორე იქ საერთოდ ხო არ იყო. იქ ნუ მედია არ იყო, ნუ პოლიტიკა არ იყო, მედია არ იყო, ბიზნესი არ იყო, რა. ნუ ბიზნესი თუ იყო, არალეგალური იყო. ნუ კიდე ბევრი რამე არ იყო. მაგრამ იყო რაღაცეები, რაც დღეს არ არის. მეორე სხვივა რა. თქვათ იყო უფასო განათლება, იყო ძალიან იაფი ბილეთი მოსკოვში, თუმცა ვერ შევიდი ადვილად, მაგრამ ხო იყო. მე პოლიტიკაში არ გადავდივარ, მაგრამ ამიტომ შენ არ გიცნობდი, ხო, ჩემი გაცნობა შეუძლებელი იყო. იმისათვის რომ ალტერნატიული ვიყავი, გაზეთში არა. შეიძლება სხვაგან მოხვედრილი იყავი. გაზეთში ვერ მოხვდებოდი, ვერაფერ. თორემ მე და ჩემმა მეგობრებმა 60-იან წლებში, ხო, იმას მეტი ალტერნატიული რომ გავუკეთებინა. ჩვენ წერდით სიმღერებს, რომელიც სიმღერა საზოგადოებაში უბრალოდ არ შეიძლებოდა. მაგრამ ჩვენ მაინც ვღეროდით და ვაწარმოებდით, როგორც ვამბობდით, მესჩანური კლასის ეპატაჟს. ეგ და გაარბოდა ხალხი და ბოლოს დავწერეთ როკ-ოპერა ნარგიზა და თქვენ გქონდათ ეგეთ. და კიდევ მეორე, რომელსაც ერქვა ქალბატონი ნელი, ჩუღურეთელი მანონ ლესკო. ეს სრულიად უნიკალური იდეა მომწიფდა თქვენს გონებაში, ამის შესახებ მე და მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან გვაინტერესებს დეტალურად როკ-ოპერების. ის როგორც ყველაფერი, თითქმის ესეც ძალიან სუბუქად მოვიდა. სუბუქად მოვიდა, იმიტომ რომ გეტყვით როგორც იყო. ჩვენ ვიყავით, მე და ჩემი ორი მეგობარი ვიყავით და მეუღლეებით ვიყავით, ესე სოლიდურად ძალიან ლელას პრემიერაზე. როდესაც რევაზ ლაღიძის ლელა დაიდგა ოპერაში. როდესაც გამოვიდით იქიდან, დავინახე რომ ლელა მისი შვილი, ლელა ლაღიძე და მისი მეგობარი ნარგიზა გარდაფხაძე ერთად ფოიეში დავინახე და რაღაც მომეჩვენა რომ ნარგიზა ოდნავ მოწყენილი იყო. თუ შეიძლება სპეციალურად მივედი და ვთქვა ნარგიზა თქვენ ახლა ლელას რომ მიუზუნათო თავის შვილს ლელა ლაღიძე ოპერა თქო. შენ ამიტომ ხარ მოწყენილი და მე გაიცინა არა რას ამბობო და მე ვთქვარი მე მოგიძღვნი ოპერას ერთ თვეში მზად იქნება თქო. ახლა იმან ვიფიქრა რომ მე ვხუმრობ. ერთ თვეში დავნიშნეთ ჩემთან საკონცერტო შესრულება, მოვიყვანე ნარგიზა და უთხარი ერთი რამ, მე ვთქვი შენ გასწავლი მხოლოდ შენ არიას. ხო იმან ისწავლა ეს თავისი არია. და იმას გონია რომ მარტო ეს არია. ასე ეგონა ალბათ. ნუ მოვიწვიეთ ხალხი მახსოვს იყო გიორგი შენგელაია იყო, კოკა იგნატოვი იყო, ესე იგი ესეთი ცნობილი ხალხიდან გეუბნებით, რომელიც დღესაც ცნობილია მათ სახელები. ბატონი კოკა აღარ არის, მაგრამ ცნობილი მხატვარი იყო მოგეხსენებათ ძალიან. და გავაკეთეთ ეს ოპერა. დარგიზა მიმღერა თავისი არის, მაგრამ დაინახა რომ ეს არის ნამდვილი დიდი სერიოზული ოპერა. ცოტა ეკლექტიკური, იმიტომ რომ მე ეკლექტიზმის მომხრე ვარ მუსიკაში. ყველაფერი იყო შე. როკიც იყო, ჯაზიც იყო, ისეთიც იყო, რექტაინიც იყო, ესე იგი ყველაფერი. კაი მუსიკაა სპორტში. მე ვფიქრობ იმის გაკეთებას. უბრალოდ იქ სიტყვებია, ახლა ინგლისურში არის ძალიან კაი სიტყვა, risque. Risque ნიშნავს ესე იგი ისეთი სიტყვებია, რომ რისკთან არის დაკავშირებული როგორ, ნუ ცოტა მეტია რა. არ შეიძლება საზოგადოებაში იმის ჩვეულებრივად სიმღერა. ეხლა ვფიქრობ, რომ გადავაკეთო, იმიტომ რომ რა არის ახლა. ალბათ ამაზე მეტი ალტერნატიული რა უნდა ყოფილიყო. თვითონ ტექსტუალურად რო თქვა. ახლა მუსიკალურად როგორ გითხრათ? მუსიკალურად მუსიკას მე მგონი არა აქვს იდეოლოგიური მუხტი, ამას პოულობდა მხოლოდ ჩვენი კომუნისტური მთავრობა ძალიან ადრინდელ ხანაში იდეოლოგიას მე არ მგონი.
ისე რომ აი ვაკეთებდით. გადაკეთდება თუ მომწიფდება მესამე როკ ოპერა? არა, მესამეს მე ვეღარ გავწერ. ეხლა უბრალოდ არ ვცალე ამისთვის რომ დავწერო და გადაკეთება სიტყვები შეიძლება გადავაკეთო. გეტყვით რატომაც, იმიტომ რომ რაღაც ეხლა უკვე ჩემი იმიჯისთვის აი თქვით სოლიდური ხო ხედავთ? ხო მე არ მიმუშავე იმაზე რომ ჩემი იმიჯი ძალიან სოლიდური ყოფილიყო, მაგრამ ნუ ცხოვრება მიმუშავა ამაზე არა. ეხლა მაშინ არ არჩებოდა მედია, არ არიცოდა თორე ეხლა მე რომ მაშინ მედია ყოფილიყო, შეიძლება ალბათ დაინტერესდებოდა, იქ იქნებოდა აუცილებლად ერთი 3-4 კორესპონდენტი და ნარგიზადან რაღაცას დაუკრავდნენ კიდეც და თუ თქვენი არხი იქნებოდა, მე ეჭვერ მეპარებდა რომ გაშუქდებოდა და მიმღერებდით კიდეც ამ ყველაფერს. მით უმეტეს რომ ჩვენ ვღეროდით 4-ნი და ერთი ქალბატონი, ესე ლილი ქადაგიძე ჩემი მეგობრის ოთარ წერეთელის მეუღლე და კიდე გივი ხომერიკი ჩემი მეგობარი, ესე იგი ერთად ვღეროდით ჩვენ და ჩვენ ერთად წერდით კიდე გარდა ამისა. ნუ სიტყვებს უფრო ისინი მუსიკას მე და ესე იგი ქალბატონი ლილი როცა პირველი შესრულების დროს თუ არ უცდები იყო ფერმზმეტი. ხო და ასრულებდა ძალიან საინტერესო გამოვიდა. საკმაოდ თამბეშტავი სცენა იქნებოდა. კი, ძალიან. ბატონგელა, ისევ ირაკლიზე საუბარი მინდა გავაგრძელოთ. როდისმე აი იმ პერიოდში, როდესაც თქვენ საუბრობდით, ხომ არ გიწევდათ როდისმე ახსნა განმარტებების მიცემა ირაკლის იმიჯის, მისი მუსიკის, თუ შეიძლება ცხოვრების სტილის გამო? კი, ხა რაღაცები მიწევდა. მე თვითონ ყოველთვის მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა უნდა იყოს ნონკონფორმისტი. კონფორმისტი ახალგაზრდა ახლა უნდა იყოს კონფორმისტებიც, მაგრამ უნდა იყვნენ ნონკონფორმისტებიც. ის საზოგადოება წინ არ მიდის. და მე ახლა იყო ერთი-ორი შემთხვევა, როდესაც ირაკლისთან დაკავშირებით რაღაც ახსნა განმარტება დამჭირდა, უბრალოდ რატო? იმიტომ რომ ნუ ჩემი ხმის ადამიანები იყო და ზოგმა კი არა პარლამენტშიც მოინდომა ამაზე. ხო, მე მახსოვს შენ აფრენმა გამოიწვია. ხო, შენ აფრენ იყო ძალიან კარგი ნაწარმოები, მე მიმაჩნია. მე მიმაჩნია რომ ის იყო წინა. მე მაგ სიამოვნებით უყურებ ეხლაც. ძალიან კარგი იყო, ესე იგი, ნუ იმ დროისთვის განსაკუთრებით ახლა მე ბუნებრივია ყველაფერი ვითარდება და სხვა ტექნოლოგიებია თუნდაც, არა? მაგრამ ძალიან კარგი ყოველ მხრივ და ახლა ამის ვერ გაგება, ესოც არ გესმის. ნუ მაშინ რა ვიცი, ახლა რა ვთქვა? ნუ არ გესმის, ესე იგი არ გესმის და არც უნდა უყურო. მეც როგორ უყურებ ამას? მე მიმაჩნია რომ კულტურა და მუსიკა და აი განსაკუთრებით ჟანრი აი ესეთი ტიპის ჟანრი, რომელიც მოქმედებს ყველაზე უფრო ადამიანებს, არა? ეხლა პირდაპირ თქვა, ეხლა სერიოზული მუსიკა ზემოქმედებას ახდენს ძალიან პატარა წრეზე, არა? და ისეთი ეზოტერიულია თავის მხრივ, მაგრამ აი ამ ტიპის მუსიკა ბებერთელა გავლენას ახდენს ყველას. ეხლა ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ქართველებს, რომ ყოველთვის აი ყველაზე წინ ვიყოთ და ზემოქმედებას ვახდენდეთ სხვაზე. რატო უნდა იყოს სხვა ყოველთვის? ნუ ხლა ამერიკა უნდა იყოს, ინგლისი უნდა იყოს, ეს გასაგებია, იმიტომ იქიდან მოდის საერთოდ ეს კულტურა. მაგრამ მაგალითად ბრაზილიამ შეძლო ამის გაკეთება 60-იან წლებში მაგალითად ჯოაო ჟილბერტომ და ჟობინმა გააკეთეს ის ბოსანოვა გახდა უცბად სოფიოსათვის ძალიან მისაღები რა. დღესაც რო უსმენ სხვათა შორის ის ვენესუელის ფილმები ძალიან არ მიყვარს, მაგრამ აი ბრაზილიური ფილმებს მე არ უყურებ, მაგრამ დასაწყისში არის ხოლმე სამდით ისეთი ელემენტები ნაზი ძალიან კარგი. ხა ჩვენ შევძლოთ უცბად რომ დავძლიოთ, აი ცოტათი წინ რო წავიდეთ რაღაცაში რა. ხა ირაკლი ამ ზღვარზე იყო. თუმცა მისი ხშირად არის. ყოველთვის ამ ზღვარზე იყო და ამ ზღვარზე ყოფნა არ არის ადვილი. იცით ამ ზღვარზე ცოტათი რომ წახვიდე კიდე წინა და შენ უკვე გავლენას მოაქვს. ხოთა შორის ეს პოლიტიკურასაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ გავლენებზე. დღევანდელი გავლენა ყველაზე უფრო მეტად კულტურის გავლენა. დააკვირდით როგორ ეწინააღმდეგებიან დასავლურ კულტურას მაგალითად ზოგიერთ ქვეყნებში არა. როგორ ეწინააღმდეგებიან ამერიკულ ზოგიერთ ევროპის ქვეყნებშიც კი. რატო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი გავლენა არის კულტურის გავლენა. ეხლა ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ, ჩვენ ახლა იმას ვერ ვიზამთ თუმცა ამერიკა ახლა მაკდონალდს ვერ შევქმნით ყველგან და კოკა-კოლას, მაგრამ ჩვენ შეიძლება შევძლოთ მაგალითად ჩვენი მეზობლების გავლენა მოვახდინოთ. იგივე იმ ხალხებზე, რომელიც საქართველოშივე ცხოვრობს, ესე იგი და ხედავდნენ ისინი რომ ჩვენ ვართ წინ. მე ამით იმას კი ამბობ, რომ ჩვენ არ უნდა მივხედოთ ჩვენს წარსულს. ჩვენი წარსული მუზეუმში უნდა იყოს. ესე იგი მატერიალური კულტურა მუზეუმში რაც შეეხება სიმღერებს, ცეკვებს, ის უნდა შევინახოთ მაქსიმალურად. ამისათვის ფინანსებია საჭირო და ანსამბლები უნდა იყოს, მაგრამ ის მუზეუმის ხელოვნება. და ძალიან კარგია რომ მუზეუმის ხელოვნება, როგორც მუზეუმს უნდა ულიდე, ისე უნდა ულიდე იმ ხელოვნებას. მაგრამ წინ არ მიდიოდა ის წინ სხვა. იმიტომ ის არის გავლენის სფერო. ბატონგელო, ჩვენ რო ძალიან პოლიტიკური არ გამოგვივიდეთ გადაცემა, მოდით ახლა თქვენს მეგობრებს მივცეთ საშუალება კითხვები დასვან, ქალბატონ ნუნუესებუას მოვუსმინეთ. ეხლა მე ერთი თხოვნა მაქვს.
საზოგადოებისთვის ეს ალბათ ძალიან უჩვეულო მოსასმენი იქნება. შენ რომ ხელი გადაუწიე ერთ კუნთიან თბილისელს, თუ შეიძლება აი ეს ისტორია მოყევი. ვის მოერიეთ? არა, ვისაც ახლა ჩვენ საქართველოს არასახელებენ არამის არასდროს. ხო გასულ, აბა დაასახელ, დააკონკრეტეთ, არასდროს არავის არასახელებს. როგორ ვიცი მაგრამ ეს კუნთიანი კაცი იყო და ახლა რა არის? როცა შენ მუსიკას უკრავ, როცა შენ ინგლისურად ლაპარაკო. ახლა პრინციპში მაგ არ წარმოუდგენია შენ კიდე ჩვენ მე ბავშვობა ისეთი მქონდა რომ ცხენით დავდიოდი სულ და მაპატიეთ და რა საქებარი ეს არის, მაგრამ ნუ სახში მომდიოდა გიმნასტიკის მასწავლებელი. ქვეით იყო ორძელები და ესენი და მე პრაქტიკულად ესე იგი შემეძლო პირველი თანრიგოსანი ყოფილიყავ გიმნასტიკაში. ხელთათმანები ბოქსის ქონდა მაშინ, როდესაც არავის არ წარმოედგინა ესა, ხო, სულ პატარა რო ვიყავ. ხო და ამიტომ ახლა ძლიერები ვიყავით ჩვენ ყველანი, ცოტა ფეხბურთი სულ სპორტში ვიყავით. ხო და მე ჰქონდა და ეხლაც მაგონე მე კუთხეს შევეშვი კუთხის კეთებას მხოლოდ 2 წელია, იმიტომ რომ ერთ წელს გავაკეთე აი ესეთ ადგილას კუთხე. აი ნამდვილი კუთხე აი ესე. შეიძლება ხოლმე გავაკეთო მაგრამ მეში. ხო და იცით რა, აი ამან ვეღარ გამიზ. აი ამ კუნთებმა ვეღარ გამიზ, წონა ვეღარ, წონა მაქვს მეტი და იმით. მე ვიყავი ყოველთვის 76 და ხა ვარ 90 სხვადასხვა. ხო და აი ესე ვერტმა იმას როგორ წარმოედგინა, ვეღაცეთ უწევს თელს. მე ვთქვი რომ ჩემთან უნდა დაიწყებს ხო მაგას. აი კაცახა. ეს კაბერა კეთენა აი. აი და გადაუწი. ხო და გაჯირი. კიდე როგორ მოდი მე ვთქვი კიდე. კიდე გადაუწი. ნუ ეს უბრალოდ ისტორია ისეთი ტიპის, სადაც ხო აი ხდება სტერეოტიპები არა? იყურებენ ინგლისურად ლაპარაკობს იმაზე ახლა. უსაჭიროა? ჩანი. კი ასე პირველი. ბატონგელა, მე როგორც ვიცვალისები სტუდენტობის დროს თქვენ იყავით უცხოენების ინსტიტუტის მუსიკალური ხელმძღვანელი. სტუდენტობის დროს ვიყავი მუსიკალური ხელმძღვანელი, მხატვრული ხელმძღვანელი იყო გოგი შიოშვილი, პროექტორი. როგორ იყენებდით აი ამ თუ შეიძლება ასე ითქვას თანამდებობას? ნუ ახლა რა იყო, არ დავდიოდი ლექციებზე, მაინც და მაინც მაშინ, მაგრამ ეს ამითი არ იყო გამოწვეული იმდენად, იცით. მე დავდიოდი მხოლოდ ისეთ ლექციებზე, რომელზეც მიმაჩნდა რომ ის რაღაცას მომწევს. ახლა მაშინ იყო ძალიან კარგი ინგლისურის სპეციალისტი კათედრის გამგე იყო ირინა პეტროვა, მაგრამ ახლა ირინა პეტროვასთან დავდიოდი, ასე არ იყო, მაგრამ ბევრზე არ დავდიოდი, იმიტომ რომ არ მიმაჩნდა რომ თუ კი არა სტუდია მასწავლებლები იყვნენ. არა, მაგრამ მე მიმაჩნდა რომ მე შემიძლია საფრთხის გავაკეთოთ ჩემ. იმიტომ საფრთხის ინფორმაციის მიღება უფრო საფრთხი ხდებოდა წინთან. ეს მას ყველას ვეუბნები, იმიტომ რომ ლექციიდან ვერ მიიღებ ინფორმაცია. ლექცია უფრო არის შთაგონებისათვის. რომ შენ დაგაინტერესოს და გასწავლოს ინფორმაციის მიღება, მაგრამ მე ინფორმაცია მე სახში უნდა მიიღო. აი ეს ერთადერთი მეტი რა. მეტი როგორც იყო ლევი მე არ მქონდა. მაგითა. ბატონგელა, 17 წლის განმავლობაში ბრძანდებოდით გადაცემა გლობუსის წამყვანი. ეს აბსოლუტურად რეკორდული დროა ნებისმიერი გადაცემისთვის და წამყვანისთვის. მოგწონდა საკუთარი თავი ტელეწამყვანის ამბლუაში? ნუ ახლა ნარცისიზმის ელემენტები ყველას აქვს ცოტათი, მაგრამ ნუ მომწონდა როგორ გითხრათ? არ მომწონდა. აი გაგიკვირდებათ, მაგრამ არ მომწონდა რატო? მე არ მიყვარდა ჩემი თავის ყურება. მე პირველად რომ ვნახე ჩემი თავი, ეს 76 წელს იყო. პირველად ახლა იქამდე ყავდა ნანახი ჩემი თავი, ერთ-ორჯერ ტელევიზიაში ვიყავი და ამიტომ დამპატიდეს. ამიტომ მიმიყვანეს, იმიტომ რომ მე ვიყავი, მახსოვს რაღაც შოტლანდიელი მოცეკვავები იყო ჩამოსული და მე მეგობრობის საზოგადოებაში მუშაობდი და დელეგაციასთან მე მუშაობდი, სულ ახალგაზრდა ვიყავ. და მაშინ გამომიყვანეს ამათთან ერთად და ახლა მე როცა წარვადგინე და მე წავიყვანე ეს გადაცემა, ნუ ეთყობა კარგად წავიყვანე, მე არ ვიცი და მე აი ამასთან დაკავშირებით ვნახა და ნუ ეს იყო სხვათა შორის თვითონ ამ გადაცემას ხელმძღვანელობდა მაშინ ლია ბუაჩიძე, ლია აღარ არის ახლა სოცხალი და ლია ბერიძე იყო რეჟისორი. და სწორედ აი მათ მეგონი ლია ბუაჩიძემ დამპატიჟა გლობუსში. ახლა რეკორდულია მართალია ჩვენი წელი, მაგრამ ნუ თუ ვიგულისხმებთ რომ ეს პერიოდი მაინც არის ისეთი სტაგნაციის პერიოდი, ალბათ ყველაფერი დაკონსერვებული იყო ეს გადაცემაც, მაგრამ მე ვიყავი უკვე შევარდანძესთან მუშაობ. კიდე მიყავდა გლობუსში. მე გლობუსში შევეშვი, ახლა ვიგეთ 94. უკვე 3 წელი კიდევ დამიყავდა გლობუსში. თქვენი ავტორობით გამოიცა საფორტეპიანო პიესების კრებული ოღონდ კომპაქტ დისკზე. ერთხელ მაინც დაინტერესდებოდით პროფესიონალი მუსიკოსების აზრით?
პროფესიონალ მუსიკოსების აზრით იცით რა არის, მე იმდენად პატარა პრეტენზიები აბსოლუტურად არ მაქვს მუსიკაზე, რომ ახლა სასაკვირველია, აზრი, მე მგონი პროფესიონალ მუსიკოსებმა არც უნდა ალბათ არ მიიღებენ მას სერიოზულად. მე არც მინდა რომ სერიოზულად მიიღონ რა. მართალია ის ამბავი, რომ თქვენ იმდენად კარგად გამოგდიოდათ პარტიტურების წერა, რომ ერთი პერიოდი ეს თქვენი შემოსავლის წყაროც კი იყო. კი, მართალია, ეს იყო აი სწორედ სტუდენტობის დროს და მაშინ მესაჭიროებოდა ფული, იმიტომ რომ მე მოგახსენეთ რომ უკვე სოლი მყავდა მაშინ და მე აი მაუდელების მეგობარი გელა ჩარკვიანება როგორ იყო? საწვდით იცით და პარტიტურას, რომ ვერ ვასწრებდი. ამ ვაიში ვწერდი დავდეთ. მე საერთოდ მე ისება მაქვს რომ აი ყველაფერს ვაკეთებ სერიოზულად იმ გაგებით რომ ვსწავლობ კარგად. ეს თეორიები მიყვარს ძალიან ყოველგვარი. და აი ხო პარტიტურა ვიცოდი ძალიან კარგად, როგორ იწერება, ჰარმონია ვიცოდი ძალიან კარგად. ესე იგი მე ვერ ჩავთვლი ჩემ თავს რა დიდ მუსიკოსად და რასაკვირველი არ ყოფილი და არც ვარ და უკვე აღარ ვიქნები, მაგრამ წერა, კარნახების თქვა და ასეთი რაღაცა სოლფეჯიოში მოგაწოდა ვაკეთებდი აბსოლუტურად თავის ეს ჩემთვის აბსოლუტურად არ იყო პრობლემა. ბატონ გელა, მოდით ახლა თქვენს ქალიშვილს თეონას მოусმინოთ, რომელიც კითხვას დაგესმის. გელა, გახსოვს ზღვაზე რომ დაიკარგე, მე ძალიან მაინტერესებს, რაზე ესაუბრებოდი პოსეიდონს. პოსეიდონსა რა? ვერ გაპატიებს, ვერა, მაინც ოჯახი ვერ გაპატიებს ვერაზე. ნუ ეს შარშან წინ იყო მე მგონი, ხო და ნუ წავედი ძალიან შორს. ეხლა რა იყო იცით მესმის რომ ეს არა პასუხისმგებლო საქციელია ადამიანისაგან, რომელიც უკვე 60 წელს გადაცილებულია და მაშინ უკვე ვიყავი გადაცილებული, ხო. არ უნდა წახვიდე ძალიან შორს. ძალიან შორს წავედი. მაგრამ მივდივარ და ვერ ჩერდე. მივდივარ. სურავ საკმაოდ კარგად სურავ და მივდივარ. იქ წყალია სხვანაირი, სუსტად წყალი. იცით როგორი და მე მაქვს ესა ის როცა ესე დავწვევი ხოლმე ისეთ ყურებს ჩავწევ წყლის ქვეშ. რატო იცით მე თითქოს მესმის რაღაც ხმები საიდან რაღაც ახალი ზელანდიის რაღაცა ან კორალის რიფებიდან და აი მესმის თითქოს იცით აი ზოგჯერ შემაშინებელი ხმები მესმის თითქოს აი ყველა ჩაძირული გემებიდან რაღაცა საშინელი კნესა და ისეთი ისა მაქვს და მიყვარს ზღვა ამიტომ მაგრამ შემაშინებელიც არის ცოტა ისეთი. დავედი. უკვე იცით როგორი, ესე იგი ძლივს ხედავდი აი ამ სასტუმრო იბერიას, ქობულეთში ძლივს ხედავდი, ეს მრავალსართულიანია. და ნუ თურმე მეძებენ რომელია უკვე, ნუ ტირი ან მეუღლე და თეონაც მე მგონი. ხო და მე გამოვიდა, ცოტა გამიყვანა ზღვამ, ყოველთვის ესეა რა, დინება იყო და სადღაც ნუ არც ისე შორს, უკვე ფეხით მოვდივარ. ფაინ. განგაში. უკვე ესე დაპტუნებულები იყვნენ რომ დამთავრდა. დაგხვდათ დიდი აუზო. რა გინდა და სად იყავი, ნუ ნანამ დამიყვირა პირველმა. თუმცა როგორ თქო. პოსეიდონმა დამიძახა და ზღვის მერქია და როგორ არ მისულიყავიო და ახლა მეკითხება რა გითხრაო. ძალიან პოეტურია რა. ჯერ კიდევ არ არის დრო თეონა იმისათვის რომ მე თქვა თუ რამე ხარ იმან დამაბარა რომ არავის არ უხაგელა, არავის. აი რა შეეხება პოეტ გელა ჩარკვიანს. რამდენი ლექსი გაქვს დაწერილი დღემდე თუ გახსოვთ? ბევრი არა მაქვს. მაგრამ სამენაზე. მე ვწერდი ქართულადაც, რუსულადაც და ინგლისურად. და ზოგი ისეთი ტრილინგვები ერქვა, მაგრამ ისიც რისკი იყო ძალიან და ამიტომ თუმცა საკითხული მაქვს მიჩიგანის უნივერსიტეტშიც კი. ხომ არ შეგიძლიათ ერთი მათგანი წაიკითხოთ პირდაპირ ეთერში? პირდაპირ ეთერში? დღეს ჩვენთან. არა, ერთი რომელიმე პატარა მათგანი. იდღეს საოცრად ლურჯიცა იყო. რატომ არ ვიცი? სივრცე შეირხა, აცად დაიყო. კიდევ დავიცი, თითქოს მომესმა. გულისწამი, სხვასთან ყავს. აზრმა უსიტყვოდ გადასარ. ფერთა ქაოს აქცევჭები. ეს ექსკლუზივი უცნობი. ბოლო იმის ვერ გავაკეთე. ნუ რუსულადაც არ ინგლისურადაც. ბატონ გელა, მე უკვე ნამდვილად ვერ ხვდები როგორ ასწრებთ ამდენს. აი ხატვისთვის როგორ ვრჩებათ დრო. ხატვისთვის ეხლა აღარ. ხატავდი ეხლა მე ბოლოს, აი როცა უკვე მუშაობდი პრეზიდენტთან შევარდნაძესთან, ესე იგი ხატავდი როდის ის ის. მე არ მიყვარს შეკრებები. უცუდად ხატავდი შეკრებები. ეხლა რა ვიცი, ასე იგი ჩემგან არასდროს არ გამოვიდოდა კაი ბიუროკრატია, მაინც ბოლოს და ბოლოს. თუმცა მე არ მომწონს, უცუდად არ მუშაობდი, იმაშინე რომ მე საკმაოდ კარგად მუშაობდი, თორე ენთუზიაზმით მუშაობდი და აი შალვა ფიჩხაძე თქვა ძალიან კარგად, მე მადლობელი ვარ მისი, იმიტომ რომ შალვა თვითონ წინვალი ადამიანია.
იგი მოადგილე იყო ჩემი და მე თვითონ გახდა ამ სამსახურის უფროსი, როცა მე გადამიყვანეს და თანაშემწე ვიყავი შევარდნაძეს და შავამ ძალიან კარგად აღნიშნა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ამჩნევენ ყველაფერს, რომ მე შემოქმედებითად უდგებოდი ამას და ყოველთვის მინდოდა რომ ყველანი მარტო მე არა, მთელი სამსახური ყოფილიყო ისიც სულწინ. აი ხლა მე ზღვასი მე ჩემს არ არსებობს ყოფნა უკან. თუ ქართველი ხარ, ჩემთვის ქართველი, ახალი ქართველი, იმას კი არ მიცნობ. დიდფულიან ქართველი. ახალი ქართველი ის არის ყველაზე წინა და სხვებს აჩვენის მაგალითად. ახლა მე ამას ვაკეთებდი რითი, ჩვენ სემინარებს ვატარებდი. მე ვიღებდი ყველაზე ახალ ლიტერატურას ამ საკითხებში, ესე იგი, საგარეო ურთიერთობებში, foreign affairs-ს, policy-საც და ჩვენ ყველანი ახლა მაშინ სხვებიც იყო აქ ძალიან კარგი ადამიანები, ესე იგი და იმიტომ რომ ერთი იყო კიდე. მთელი ეს სამსახური უკვე ცეკანკია ვიყარნახა ან ვინმე, მე ავიყვანე. ესე იგი და ამიტომ უკვე ახან მე ვაყავდა, მე ამყავდა მხოლოდ კარგი ხალხი. ბატონ გელა, რახან შალვა ფიჩხაძე ახსენეთ, მოდით სწორედ მას მოусმინოთ თავისი კითხვით. განსასწრებული. ბატონ გელა, ერთხელ ერთად სტამბოლში მიფრინავდით და ჩვენს თვითმფრინავს მეხმა დაკრა. გახსოვთ ალბათ შესანიშნავად ეს მომენტი. თქვენ ალბათ ვერ დაინახეთ, მაგრამ მე თქვენს უკან ვიჯექი და თქვენ პირდაპირ ნაპერტკლები თავზე დაგაცვინდათ. იქნებ მოგვიყვეთ, რას ფიქრობდით მაშინ და რა იგრძენით და საერთოდ რა შეგრძნება გქონდათ და იფიქრეთ თუ არა რომ საერთოდ ცოცხლები გადავრჩებოდით ყველანი. მადლობთ. აირჩივის სასაუბრებელი. ეს არის ძალიან კაი შეკითხვა, იმიტომ რომ ამაზე არასდროს მე დაპარაკე და არ მithქვამს, მაგრამ იცით, მან მაგ შემთხვევაში მე გავსინჯეთ ჩემი დამოკიდებულება სიკვდილით. და ეს იყო ძალიან საინტერესო. ხო, როგორ მოხდა ეს, გეტყვით, ჩვენ ავფრინდით, არ უნდა ავფრინილიყავით, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ეს მოხდა ისე რომ შეეკითხენ პრეზიდენტს მაშინ, შევარდნაძეს შეეკითხენ, ნუ რა ვქნა, გარშემო არის ძალიან სერიოზული ღრუბლები, ნუ მან უთხრა რომ დემირელი გველოდება და ახლა ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენ მიფრინავდით სტამბოლში, მიფრინავდით კონფერენციაზე. და ავფრინდით. და ახლა ამას ფონი მოსდევს როგორ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის როდესაც ფრინდებოდით, ვიცოდით რომ შესაძლოა იყო ტერაქტი. და ტერაქტი როგორი? ესე იგი 4000 მეტრს სანამ მიაღწევს იმაღლეს, ესე იგი შენ ხდება სტრელა და სტინგერი. და ამიტომ სანამ 4000-ზე ახვალ, შეიძლება დაგარყო. ამიტომ როდესაც ეს მოხდა, ახლა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ მოხდა სტინგერი ასაკობილი, ან სტრელა. იმიტომ რომ ეს ახლა წარმოიდგინეთ რომ უძლიერესი დარტყმა, აი ვიხარ თვითონავში უძლიერესი დარტყმა, ცეცხლი ყველგან, გარშემო ცეცხლი და ბოლი შემოდი. ეხლა შალომ დაინახა რომ მე დამეცა, მე ეს არ დამინახე ნაპერტკლები, მაგრამ საერთოდ შეიძლება. და მე ჩემ თავს ვუყავ და გათავდა. ნაპერტკლები როგორ შეგ სალონში? ის სალონში, ეს საშინელებაა ჩვენ. და გათავდა მე უთხარი ჩემ თავს. აბსოლუტურად, მაგრამ უნდა გითხრათ რომ აი იქ გამოვცადე რომ მე ალბათ ტკივილის მეშინია, ტკივილის ყველა შეშინია. მაგრამ სიკვდილის აღარ მეშინია. მაგრამ ეს არ გეგონა თუ წინათ არ მეშინია. წინათ მეშინია, მაგრამ ნუ ასაკმა. ასაკითი და ნუ ფიქრობდი რომ პრაქტიკულად მე ესე ვამბობ ხოლმე. ჩემოდები ჩალაგებული. გაგებით რომ ესე იგი მე შემიძლია რამდენ ხანსაც ვიცხლებ ისოსებ რა. ამის მაგრამ არ უნდა გეშინოდეს უკვე. თუ შენ ჩემოდები რა იყო თქვა ახლა. ეს ფილმი რომელიც ამასილად გავაკეთე მამა ჩემს ინტერვიუებზე და მომჩემი ტიგნი გამოვეცი. მე ვასწავლ ამბობ რომელიც საკოიაში მაგ დარჩენილი ეს ჩემი ტიგნია. მაგრამ შემიძლია გავწერო შემიძლია არ დავწერო. ხო აი მაშინ გამოვცადე ეს. მაგრამ ამ დროს ხდება ესეთი უცნაურობა. ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ დინამიკა თვითონაც არ იცვლა. და ხო თუ ვარდება თვითონავია, მაშინ ის კი არ არის, ცეცხლი და ამ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი, დინამიკა უნდა იცვლებოდეს, შენ უკვე უნდა აი არაითა. მიგიწევს. ჩვეულებრივად გააგრძელეთ ფრენა. და ახლა მახსოვს ვინ შემოდის ესეთი ავიაციის წარმომადგენელი და ამბობს არ უნდა რომ თქვას ველოა. და ამბობს ფიზიკურ ტერმინს ესე იგი. Разряд статического электричества. ეს გარი ელვა. არა? Гармухто არის статიკური ელექტროობის. Ой, очень приятно, значит, молния, да? Ну да. ბატონ გელა, რაც გაიხსენებთ ყველაზე საინტერესო რა იყო იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან მუშაობდით მრჩევლად? საინტერესო ყოველი დღე იყო. იცით რა, ხო მაშინ იქმნებოდა რა, ფაქტობრივად ქართული სახელმწიფო. და დღესაც შექმნის პერიოდშია, სტადიაშია, იმიტომ რომ ასე არ იქნება სახელმწიფო. ძალიან დიდხანს უნდა ყველაფერს და სხვადასხვა სტადიებს გადით. ყოველი დღე ფაქტობრივად იყო ახალი პრეცედენტი.
იქნებოდა ახალი პრეცედენტი რაღაცისა, რომელიც მერე იქნებოდა ესე იგი გაკვეთილი იქნებოდა შემდგომისათვის. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა გამოყოფა რაღაცისა ძალიან ყველაზე უფრო საინტერესო, ალბათ მაინც ემოციურად ყველაზე საინტერესო იყო პირველი ვიზიტი. პირველი ვიზიტი ამერიკაში. ემოციურად ეხლა ისევ თვითმფრინავის თემას დაუბრუნდები, ალბათ არავინ არ წახდაფრინდა ამერიკაში თუ 154. ეს უნდა ვიყო 6 საათიანი ის აქვს დიაპაზონი, არა? და ჩვენ ამით გავფრინდით. თანაც არ ვიცი რა იდეის ქონდა დამატებებია, რაღაცით იყო ან რა თქვათ, რაღაც რადიო, რაღაც ლოკაცია, რაღაცა სისტემები ხონდა თუ არა, ვერც გეტყვი. ყოველ შემთხვევაში ეს რთული იყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეიძლებოდა თქვათ რაღაც კარი შეხვედროდა წინა და ცოტა უფრო რელაცასულიყავ და შეიძლება ვერ ჩასულიყავ. და რატომ ხდებოდა ასე? ეს ხო ურითმობა ეს იყო და გითხრათ რომ შეიძლება ალბათ შევძლებთ და კი ბატონო, მაგრამ ბევრი ხალხით არა, ესე იგი უფრო ნაკლები უნდა ყოფილიყო, თუ 154 უნდა ყოფილიყო ნახევარზე შევსებ. იმიტომ შევერ ჩავიდე. ხოლო მახსოვს რომ ამით წავედით. მაგრამ თავარი ეს არ არის, საკუთრებით ემოციურად ეს იყო პირველი აი შეხვედრა კლინტონთან. ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო ძალიან, იმიტომ რომ სწორედ იქ გადაწყდა ვთქვათ იგივე აი სავალუტო ფონდის შემოსვლა, ბანკის შემოსვლა და რაღაცა სტაბილიზაციის ყოფილი საშინელი წლები იყო. წარმოიდგინეთ, 92-93 ეს მახსენდებოდა ჰოპსის სიტყვები, თომას ჰოპსის, ყველას ომი, ყველას წინააღმდეგ და ამან გამოასწორა და ემოციურად ისეთი იყო, მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ იყო. ახლა ისეთ ხელად ამის გახსენება ძნელი ალბათ იყო ძალიან საინტერესო სხვა რაღაცა. სასაცილო მომენტები იყო რასაკვირველია სხვაც. სასაცილო, თუ სასაცილოა, მე გეტყვით რომ ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო მომენტი იყო, როდესაც დედოფალი ღებულობდა პრეზიდენტ შევარდნაძეს. და იქ მართალია ამ დროს უკვე მეგონი ნაცია ფორჩხიძე იყო მასთან ერთად და მაგრამ დესაქმის კურსში ვიყავი, იმიტომ რომ მერე გაგრძელება ქონდა მას და ჩვენ ვიცოდით რომ ორდენი უნდა მიეცა. აჰა. მოკლედ დამთავრდა ორდენი არა. თვითონ პრეზიდენტი ხუთმარებას ჩავარდა ეს დედოფალიც. შეიცვალა პროტოკოლში რაღაც თუ? არა. მაგაში ერთად ისე. უბრალოდ კაცი რომელსაც ორდენი ებარა, მან ჩადო სეიფში ორდენი დაკეტა ხარი. არ გამოცხადა. ეგარ ამბობ. ხო და დაბრუნდა საქმე პრეზიდენტი, სახში რა ეს საფუძვრო იყო. და ეკალი მიქეთ. ეხლა მოვიდა, იქნებ სურათები მაქვს. მოვიდა და ნომერში ისწორა. უკეთ დედოფალმა არა თვითონ, მაგრამ ასეთი კურიოზები დასაკვირველია. ბატონგელო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტის განსწავლულობა ინგლისურ ენაში თქვენი დამსახურებაა. თქვენ ასწავლიდით ინგლისურს ბატონ მიხეილ. ნაწილობრივ ალბათ არის ჩემი დამსახურებაც, იმიტომ რომ დასაწყისი და ყოველ შემთხვევაში თლად დასაწყისი არ იყო არა, მაგრამ ყოველთვის აქვს მნიშვნელობა ეს იგი გასწავლის და ნაწილობრივ გასაკვირველია, მაგრამ მე არ მინდა რომ რაღაც ჩემი თავი წარმოვაჩინო აქ, მე მგონი მისი როლია ძალიან დიდი, იმიტომ რომ ნიჭიერი ბიჭი იყო ძალიან. კარგი მოსწავლე იყო, არ ზარმაცო. არ ზარმაცო და გარდა ამისა, ნიჭიერი ბიჭი იყო არა მარტო ენაში და თვითონ ტექსტში წერს სხვათა შორის და მე მადლობელი ვარ რომ ესე იგი, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად არ ახსოვს ხოლმე და ტექსტში თავის ტექსტში მიხეილ სააკაშვილი წერს რომ აი ჩემი უნივერსიტეტში იყო რაღაცა მხრივ და სწავლობდი სოციოლოგიასაც და პრესასაც და მართლა ეს იყო. თვითონ წერდა, თვითონ აკეთებდა გაზეთს ყოველ გაკვეთილს. აი გაკვეთილიდან გაკვეთილამდე გაზეთს აკეთებდა ვიც სურათებიანს და პოლიტიკურ გარჩევებს აკეთებდა, ესე იგი, საშინაო პოლიტიკისა, საფრანგეთის, თქვა, აფრიკის პოლიტიკაზე წერდა. ხო, მე ვიცოდი რომ აუცილებლად პოლიტიკოსი იქნებოდა, მაგრამ საბჭოთა პოლიტიკოსი ძნელი წარმოსადგენია რომ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ საბჭოთა პოლიტიკა ხო არჩევითი პოლიტიკა არ იყო, ხო, კულუარული, ბიზანტიური პოლიტიკა იყო და მაგრამ აი მოხდა ისე რომ სხვა პოლიტიკაში მოუწია ყოფნა და პრეზიდენტობას უსწინასწარმეტყველებდი. იცით, მაშინ მე ვერ ვიწინასწარმეტყველებდი, ხო ვერ დავიდე ჩემ თავზე ასეთ იმას, ვერ ვიწინასწარმეტყველებდი, რომ იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველო. და საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, მე ამას ვერ ვიფიქრებ. და ამიტომ, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ აი ეს ბიჭი ხო განსაკუთრებულია პოლიტიკური თვალსაზრისით, არა? აი რას იტყვის? იმიტომ საბჭოთა სისტემაში, ეხლა კულუარულში, წარმოიდგინე ბიუროკრატიულ სისტემაში არ ვიცი სააკაშვილი დაიქნება. წავიდოდა პოლიტიკაში საერთოდ თუ არა, მაგასაც არა?
ნუ შეიძლება დიპლომატი ყოფილიყო უფრო, მაგრამ პოლიტიკა ის სხვანაირად იყო, ის პოლიტიკა შემო დაესვით. შენ ვერ გადიოდით. უნდა ამოეყვანეთ და ვინც თუ დაგწვავდნენ, თუ არა ეს ხო სხვა პოლიტიკა. ბატონ გელა, მოდით ახლა ისევ თქვენს მეგობარს ბატონ ლევან კალანდაც მოვუწევთ. ნუ ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარია და უსაყვარლესია გარდა. უსაყვარლესი. მოусმინეთ. გაიხსენე შენ და ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილი უგდავი პოემა ყანეულიანა. რა პოემა შექმნით თქვენ და ზვიად გამსახურდია? მართალია, მაშინ ვიხნებოდი და ხო ჩვენ კლასელები ვიყავით. ლევანის კლასელია და ზვიად გამსახურდია, მე რა კოსტავა. ხო და ყავდა პერსონაჟი ასეთი. ეს უფრო ზვიადის იყო სხვათა შორის, რომ სახელიც მან, მე სახელები ბევრი შევარდი ხალხს, აქამდე აქვს. შეფსელა მაგალითად, მუზარახლედიანი და ასე შემდეგ, ბევრს აქვს ჩემი სახელი, მაგრამ ყანეული, აი ეს სიტყვა, ეს ზვიადის იყო. შევარდით ერთ-ერთ ჩვენ კლასელს. მაგრამ ნუ ყანეული ნიშნავდა ვირს. ხო, მაგრამ ერთია საინტერესო, რომ თვითონ ამ პოემაში ჩვენ მართლა ერთად დავწერეთ, მართალია ცალკე ვარიანტებიც ჰქონდა ჩემი და მისი, მე სახში მიდევს ეს პოემა სხვათა შორის ახლაც. და პოემაში მაინც რევოლუცია იყო, ისე რომ ეთყობა ზვიად გამსახურდიას მაინც ყოველთვის ჰქონდა ეს რევოლუციური სტილი, აი მე რატომ მქონდა მეც თუმცა რა ვიცი ხო, ალბათ მეც უნდა მქონოდა, იმიტომ რომ ბოლოს ხდება რევოლუციას ახდენენ ვირები. და ვის წინააღმდეგ იცით? ფეოდალი არის კანდურა და კანდურა არის ლევან კალანდაც. მითომ ეს არის ფეოდალი წყნეთის და ისინი გადმოაგდებენ ამ ფეოდალს და ასეთ მას ვიტყვი მაშინ, ბრძოლის აღწერაა მთელია რა. მან დაამარცხა კანდურა ფლიდი და თვისი დროშა მაღლა აღმართა სხვა შედა სასახლე დიდი შეჩის საზიდელ წყნეთის აღმართა. ეს ბოლო კუპლეტი იყო ბრძოლის აღწერისა. ნუ მაშინ მაგრამ 12 წლის ბავშვებისთვის არა. სად ინახება დღეს ეს ისტორიული მასალა? ეს ჩემთან. თქვენ გაქვთ? ეს ჩემთან. ბატონ გელა, თქვენზე ამბობენ, რომ თავისი ენციკლოპედიური ცოდნის მუდმივ განახლებასა და გაღრმავებაშია. აი დღესდღეობით თუ არსებობს რაიმე ისეთი სფერო, რომლის შესწავლითაც ხართ ამ პერიოდში დაკავებული? რომელშიც უფრო ვარ დაკავებული? აი დღეს თუ გაქვთ რამე ამორჩეული სფერო, რასაც მე საერთოდ ჩემი პრინციპი არის ზრდა. ну მე ეს ისეთი თეორიული პრინციპიც არის, მე საერთოდ მიმაჩნია რომ ზრდა არის ერთადერთი რამ, რაც გასოცხლებს ადამიანს. იმიტომ თუ არ იზრდები, ილუზიას ნუიქმნი რომ შენ ერთ ადგილას დგახარ. თუ არ იზრდები, შენ უკან მიდიხარ. და მხოლოდ ზრდა არის. და ზრდა რას ნიშნავს? ყოველთვის ახალი ინფორმაციის მიღებას, ესე იგი შეგუებას ახალ რეალიებთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უკვე თვითონ აი ასაკობრივადაც ეს დაამნიშნელოვანია. აკეთებდი იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი, როგორც ახალგაზრდა. მე მაგალითად თითქმის არაფერს არ დავანებე თავი გარდა სიგარეტის მოძრაობის. მაგრამ ლექციებს კითხულობთ. მე რო ჩამოვთვალო ეხლა ყველა ის დაწესებულება და ყველა ის ქვეყანა, სადაც თქვენ ლექციებს კითხულობთ, მე ვიცი რომ ნამდვილად არ მეყოფა გადაცემის საეთერო დრო. შეკითხვას დავცავ მარტივად. ისმის თუ არა ბუზის გაფრენის ხმა გელა ჩარკვიანის ლექცია? არა. ისმის უბრალოდ. მამაკეთ არა, ლექციები მე ყოველთვის ეჭი მაქვს, სადაც მისმენენ ძალიან. ყველგან სადაც უნდა ვიყო. ეს ხოთა შორის ეს თვისება ადამიანს. შენ შეგიძლია აუდიტორია, ყავდეს საყვანელი შეგიძლია. მე ეს გავიგე პირველად ამერიკაში ვიყავ. ძალიან დიდი ხნით, როცა მიჩიგანში ვიყავ. იქ თხოვეს, რომ რაღაც იცით, კლუბში გამოსულიყავი, კივანისი იყო თუ როტარი. ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კლუბებია, მდიდარი ხალხი. თხოვეს უბრალოდ რომ მელაპარაკა საქართველოს, იმიტომ რომ არ იცოდი საქართველოს რა არის. და რომ გამოვიდე, დავიწყე ლაპარაკი. მე დავინახე რომ ეს ხალხი აბსოლუტურად გაყინული მისმენს. და მისმენს. და ვილაპარაკე დაახლოებით 45, რასაც არ მოვედი აბსოლუტურად. მე არ მომზადებული ვარ მაინც ამას, თუ რაღაცა. და მაშინ მივხვდი რომ ეს შემიძლია. ახლა იმის შემდეგ მე ყოველთვის ნუ ლექციებისა და წამიკითხია არ არსებობს. ყოველთვის ატყვევებთ თქვენი ხარისხი. არა, მაგრამ რაღაცა ეთყობა, რაღაცა მაქვს, რომელსაც შეგიძლია რომ აი გააჩერო ადამიანი და მოგისმენს. ეს ხარიზმაა ჩვეულებრივ. ხარიზმა ალბათ, მაგრამ ნუ მე პოლიტიკაში არ გამომიყენებია ხარიზმა, იმიტომ მე ბიუროკრატიულ პოლიტიკაში ვიყავი და არა არჩევით. ბატონ გელა, თქვენ ცოტა ხნის წინ გამოეცით წიგნი მამა თქვენის ბატონი კანდიდ ჩარკვიანის მემუარები. ეხლა შეიძლება ძალიან რთულია და ალბათ უხერხულით ამაზე ლაპარაკი, მაგრამ პირადად თქვენ რა ფორმით გსურთ რომ დაგაფასონ და გაღიარონ თქვენმა შთამომავლებმა, თქვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა? რა ფორმით?
ნახია რომ ну Аракери армия, да, это вот Маяковский амбуда, и кроме свежевымытой сорочки, скажу по совести, мне ничего не надо. Армис, ара, мне амазе артиклов მაინც და მაინც. მართლა არტიკლ მე მინდა რომ ჩემ სამომავლობამ უბრალოდ მე არა ინდივიდუალურად რომ არ დაივიწყოს მთელი ეს ხაზი. ეს იქნება ხო, თქვათ, ერთი მხრიდან ეს არის ჩარკვიანები, ესაა კანდიდი, ესა ვარ მე, თქვათ, რაც გამიკეთებია იმითი, ეს არ არის ძალიან ბევრი, იგივე ირაკლი, თქვათ. და ასე შემდეგ. და მეორე ხაზი, ეს არის ჩემი მეუღლის ხაზი, ეს არის მოსეთოიძე და ესე იგი ეს მხატვრების ხაზი. ესე იგი, ნუ ჩემს სამომავლობას ყოველთვის ექნება ერთის და მეორეც და ესე იგი, ეს არ უნდა დაივიწყო, რა ჩემთვის პრობლემა არაა, იცით, აი ეს არქივი რომელსაც ჩვენ ამზადებ რაღაცნაირად, ვინმეს დაჭირდება? ხა მე ხომ მჭირდება. მე ხომ მომინდა, ხა მე როგორ არ მინდა რომ ვიდეო ფილმი მქონდეს ნესტორ ჩარკვიანის მაგალითად კანდიდის მამის кейფის. ну წარმოგიდგენთ ის რომ მქონდეს მე 20 საუკუნის დასაწყისის რაღაცა ლეჩხუმში кейფი ან რაღაცა. თქვენ შვილიშვილებს შეიძლება ეს გადაცემაც გქონდეთ უკვე შემონახული. ეს გადაცემა იწერება სახში ჩემთან ახლა. გარასაკვლელია მიდის არქივში, მაგრამ აი საინტერესოა ვინმეს ეს დაჭირდება, ექნება თუ არა ეს შეგრძნება. ვის ექნება? იმიტომ რომ ხო ის როგორ არის ხოლმე. ყველას კი არა. ერთი გამოჩვენა, შეიძლება პატარა ნანას ქონდეს. რომელი იქნება ესე? იქნება ეს გაგა, იქნება ეს ანა, იქნება ეს პატარა ნანა, თუ იქნება მაქსიმე, რომელიც მოსკოვში ხდება. არ ვიცი, რომელი იქნება, მაგრამ ვეღაცას ნამდვილად ექნება ეს ნიჭიც და იცით და შეგრძნება იმისა, რომ აი მოდი ეს ხო ჩემი წინაპრებია. და მოდი შევხედოთ დღეს. რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები 50 წლის წინ. რა ვიცი, მე ამაზე საინტერესო რა უნდა. ბატონგელა, როგორ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ჩემთვის ჩვენი გადაცემის საეთერო დრო ამოიწურა. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ დიდი მადლობა. კიდევ არ ვთქვი ნუნუ ესებუაძე, რომელსაც უდიდეს მადლობას ვეუბნებ. ესე იგი, იმიტომ რომ ნუნუ უკვე მეორე გადაცემაში მონაწილეობს. ну ასეთი ტიპის არა რაღაცა, მაგრამ სადაც შეკითხვებია. და ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები თბილისის სიტყვებისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელიც მან აღმოიჩინა. საერთოდ მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს უცნობის ამპლუაში იხილეთ აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება ბატონი გელა ჩარკვიანი. გემშვიდობებით ერთი კვირის შემდეგ ისევ შევხვდებით ამ სტუდიაში ერთმანეთს უცნობის მორიგ სტუმართან ერთად. კარგად გრძანდებოდეთ.